მოგესალმებით მეგობრებო. მეტად საინტერესო ნაწარმოების მოსმენა მოგიწევთ და საინტერესო ისტორიაა ნაწარმოებისა რატო დავდეთ. ბატონი გივი ჩუგიაშვილი საქართველოს დამსახურებული არტისტი და ბატონი რეზო ჩხიკვიშვილი ერთ გადაღებაზე ერთად აღმოჩნდნენ და ბატონმა რეზო ჩხიკვიშვილმა ჩვენ ბატონ გივი ჩუგიაშვილს კაფკას ნაწარმოები მიაწოდა. თუ გაქვთ წაკითხულია და დაინტერესო ბატონმა გივიმ გადმოწერა და მე წაიკითხა. შემდგომ ჩვენთან შეხვედრა რიზოს ბატონმა გივიმ მითხრა რომ ეს ნაწარმოებიო თუ გაქვთ წაკითხული გაცნობილიო და როგორ არა ბატონმა გივი მეთქი და საინტერესო იქნება მეთქი გამიჩნდა იდეა რომ ბატონ გივის ეს წაიკითხა და ჩაეწერა და ქართველი კითხველი მსმენელებისათვის გაეცნო თავისი ხმით ამ ნაწარმოების და მისეული ვარიანტი წაკითხული. დამთავრდა ბატონი გივი და შეასრულა კიდევაც ეს და მე მგონი დიდი საჩუქარია ეს რომ საქართველოს დამსახურებული არტისტი კითხულობს ცნობილი ფრანც კაფკას ავსტრიელი მწერლის ფრანც კაფკას ერთ-ერთ საინტერესო ნაწარმოებს იგავიარი თავიდან ბოლომდე იგავურად არმა ფილოსოფიური ქვეტექსტები აქვს ამ ნაწარმოებს მოხსენებითი ბარათი აკადემიას. ვფიქრობთ მე მგონი დიდ სიამოვნებას მიიღებს მსმენელები ასეთი ჩანაწერისათვის მithumetes რომ ბატონი გივი ცნობილია ვისაც ლიტერატურა უყვარს ვისაც სპექტაკლები უყვარს და მე აქედან ჩემი მხრივ ძალიან დიდ მადლობას მოახსენებ ბატონ გივის ასევე ბატონ რეზო ჩხიკვიშვილის შემსახნიას რომელიც მე არ ვიცნობ მაგრამ ვიცნობ მისი ხელოვნებას სპექტაკლებს რომ ესეთი იმით შევასრულეთ და ღმერთს მადლობა რომ ეს გაერთიანებული იდეა რეზო ჩხიკვიშვილის ასევე ჩემი იდეაც და გახმოვნება ბატონი გივი ჩუგუაშვილისა. ასე რომ მსმენელებო საერთოდ მადლობა მოვახსენოთ ჩვენ უკანასკნელ მოხიკანებს თეატრალურ ხელოვნებაში რომლებიც ჩვენ ბევრი გვყავდა და სამწუხაროდ ახალგაზრდება არ იცნობს. ბატონ გივის პირადად დიდი მადლობა რომ თამდაბლებული ადამიანმა ისე დაიმდაბლა თავი რომ მე ვინ ვარ რას წარმოადგენდა პატივისა და გარკვეული სიყვარული დაამტკიცა ადამიანური აგებაში როცა ჩემი თხოვნა შეასრულა და ეს საოცარი ნაწარმოები თავის ხმით მოგვაწოდა. ასე რომ დიდი მადლობა. მსმენელებო დიდი მადლობა თუ ამას თქვენ ისევე მიიღებთ როგორც მე. კარგ მოსმენას გისურვებთ. წინ დიდი მადლობა. მოხსენებითი ბარათი აკადემიას. უფალო აკადემიკოსებო, დიდ პატივს მდებთ, როდესაც მთხოვთ აკადემიას მოვახსენო ჩემი მაიმუნური წარსულის შესახებ. სამწუხაროდ ამგვარი აზრით არ შემიძლია შევასრულო თქვენი თხოვნა. დაახლოებით 5 წელი მაჩურებს მაიმუნის მდგომარეობიდან. თუმცა ეს დრო კალენდრის მიხედვით მოკლეა, მაგრამ ჩემთვის უსასრულოდ გრძელი აღმოჩნდა გასავლელად, უკეთ რომ ვთქვათ, გასარბენად. მე მივივტოდი ჩინებული ადამიანების, მათი რჩევად არიგების, მოწოდების შეძახილებისა და საორკესტრო მუსიკის დაახლებით, მაგრამ მიუხედავად ამისა არსებითად მაინც მარტო ვიყავი. რამდენადაც ეგ თანხლება, ხატოვნად რომ ვთქვათ, მუდამ შორს ბარიერებს გადახმარჩებოდა. ჩემი ესოდენი წარმატება შეუძლებელი გახდებოდა, ჯიუტად რომ ჩავღაუჭებოდი ჩემს წარმოშობასა და ახალგაზრდობის მოგონებებს. სწორედ ყოველნაირი თავნებობისა და სიჯიუტის დათმობა გავიხადე უმაღლეს ნორმად. მე თავისუფალმა მაიმუნმა ქედი შეუდექი ამ უღელს, ხოლო ამით თანდათანობით სულ უფრო და უფრო ჩავახშე მოგონებები. თავდაპირველად თუ კი ადამიანები მოისურვებდნენ, ძნელი არ იყო ჩემთვის უკან დაბრუნება, სასავით ღია ჩანდა უკან დასაბრუნებელი კარი, მაგრამ მათრახის სემით გამალებულ ჩემს განვითარებაში თანდათანობით დავიწროვდა და დაიხშო იგი. სულ უფრო და უფრო უკეთ შინაურულად ვგრძნობდი თავს ადამიანთა სამყაროში. დაცხრა ქარიშხალი, რომელიც ჩემი წარსულიდან ქროდა. დღეს ამ ქარიშხლისაგან სუსტი ნიავიღა დარჩა, რომელიც ოდნავ მიგრილებს ფეხის ქუსლებს. ხოლო შორეული ხვრელი
საიდანაც ეს ნიავი უბერავს და საიდანაც ერთ დროს მეც გამოვედი, იმდენად დავიწრობდა, რომ ტყავ გაუძრობლად ვერც გავეტევი შიგ. უკან დაბრუნების საკმაოდ ძალა და სურვილი კიდევაც რომ აღმოჩნდეს. გულახდილად მოგახსენებთ ჩემთვის ჩვეული ხატოვანებით, მაგრამ სავსებით გულახდილად. თქვენი მაიმუნური წარსული რამდენადაც ამის მსგავსი რამ თქვენს ზურგს უკან დგას, არ შეიძლება თქვენთვის უფრო შორეული იყოს, ვიდრე ჩემი წარსულია ჩემთვის. ხოლო ეს მაიმუნური წარმოშობა ყველას უღიტინებს ფეხის ქუსლზე, ვინც კი მიწაზე დაიარება, როგორც პატარა შიმპანზეს, ასევე დიდებულ აქილევს. მიუხედავად ყოველივე ამისა, თუმცა ფრიად შეზღუდული აზრით, მაინც შემიძლია უპასუხო თქვენს შეკითხვას და ამას დიდი სიამოვნებითაც მოვიმოქმედებ. პირველი, რაც მე ვისწავლე, ეს იყო ხელის ჩამორთმევა. ხელის ჩამორთმევა გულწრფელობას ნიშნავს. მე მინდა დღეს, როცა ჩემი კარიერის უმაღლეს მწვერვალზე ვიმყოფები, იმ პირველ ხელის ჩამორთმევას გულწრფელი სიტყვაც მივაშვებო. ეს სიტყვა არაფერს შეცვლის აკადემიისათვის არსებითად ახალს და დიდად ჩამორჩება იმას, რასაც ჩემგან მოითხოვენ და რის თქმასაც, რაც უნდა მოვინდომო, მაინც ვერ შევძლებ. იგი მხოლოდ იმ მიმართულებას უჩვენებს, რომლითაც ყოფილი მაიმუნი ადამიანთა სამყაროში შეიჭრა და იქ დამკვიდრდა. მე ვერ გავბედავდი მომეხსენებინა თქვენთვის ყოველი წვრილმანი და უმნიშვნელო დეტალი. როგორც ამას ახლა ვაპირებ, სავსებით დარწმუნებული რომ არ ვიყო ჩემი მდგომარეობის სიმტკიცეში. და ჩემი ადგილი შეურყევლად გარანტირებული რომ არ მქონდეს ცივილიზებული სამყაროს ვარიეტეების სცენებზე. მე წარმოშობით ოქროს ნაპირიდან ვარ. ჩემი შეპყრობის ამბავი სხვებისგან შევიტყვე. ეს ასე მომხდარა. ჰეგენბეკის ფირმის მონადირეთა ექსპედიცია, სხვათა შორის ამ ექსპედიციის ხელმძღვანელთან ერთად შემდეგ არაერთი ბოთლი წითელი ღვინო დავცალე. ჩასაფრებული იყო სანაპირო ბუჩქნარში, როცა მე საღამოთი მაიმუნების ჯოგთან ერთად წყლის დასალევად მივიჩქაროდი. ჩვენ გვესროლეს. ტყვია მარტო მე მომხვდა, თანაც 2 ადგილას დავიჭერი. ერთი ტყვია ლოყაში მომხვდა. ჭრილობა მსუბუქი აღმოჩნდა, თუმცა მან საკმაოდ დიდი, მოტიტულებული წითელი ნაჭრილობები დამიტოვა. რის წყალობითაც ჩემთვის ფრიად საძულველი, სრულიად შეუფერებელი, ჭეშმარიტად მაიმუნის მიერ შეთხსული სახელი წითელი პეტერი შემარქვეს. თითქოს მე მხოლოდ ამ წითელი ნაჭრილობებით განსხვავდებოდი აქა-იქ ცნობილი გაწვრთნილი მაიმუნის პეტერისაგან, რომელიც ამას წინათ მოკვდა. მაგრამ ეს სხვათა შორის მოგახსენეთ. მეორე ტყვია თეძოს ქვემოთ მომხვდა. ეს მძიმე ჭრილობა იყო. იმის წყალობითაა, რომ დღესაც ცოტათი ვკოჭლობ. ამას წინათ ერთ სტატიაში წავიკითხე, ჩემზე უამრავი თავქარიანი კალმოსანი წერს. თითქოს ჩემი მაიმუნური ბუნება ჯერ კიდევ არ იყო მთლად დათრგუნული. საბუთად იმ გარემოებას ასახელებს, რომ მნახველების წინაშე დიდი ხალისით ვიხდი ხოლმე შარვალს, რათა მათ ნატყვიარი ვუჩვენო. ამ ვაჯბატოს სათითაოდ უნდა დაუმტვრიე თვითები, რომელთაც ეს დაწერეს. მე სრული უფლება მაქვს ჩავიხადო შარვალი, ვის წინაშეც მომესურვება. ვერაფერს დამინახავენ კარგად მოვლილი ბეწვისა და აქ საჭიროა შეირჩეს გარკვეული მიზნის შესატყვისი გარკვეული სიტყვა, რომელიც ამასთანავე გაუგებარი უნდა იყოს. ცოდვილი გასროლით წარმოქმნილი ნაჭრილობების გარდა. არაფერია დასამალი, ყველაფერი დღის სინათლეზე მაქვს გამოტანილი. როცა საქმე ჭეშმარიტებას ეხება, მანერებს უკუაგდებენ ხოლმე. ხოლო ამ კალმოსანმა სტუმრების წინაშე შარვარი რომ ჩაიხადოს, მაშინ ცხადია, რამდენადმე სხვაგვარი სანახაობა გადაიშლება და მისი გონიერების ნიშნად მიმაჩნია, რომ ამას არ სჩადის. მე კი მომეშვეს თავისი დელიკატურობით. დაჭრის შემდეგ გონს მოვედი. აქ იწყება თანდათანობით ჩემი მოგონებები. ეს არ იყო ჩვეულებრივი, 4 მხრიდან გისოსებ შემოვლებული გალია. ყუთზე 3 კედელი დაემაგრებინათ. მე 4 კედელს თვითონ 5 ქმნიდა.
მთლიანად ეს ნაგებობა ძალიან დაბალი გამოდგა, ასე რომ ფეხზე ვერ ვდგებოდი. ძალიან ვიწროც იყო და დაჯდომაც გამიჭირდებოდა. ამიტომაც მოხრილი ჩავცუცქდი. მუხლების შეუჩერებლივი მიკამკალებდა, ამასთანავე რადგან არავის დანახვა არ მსურდა და სიბნელეში ყოფნა მერჩია, პირით ყუთისკენ შევბრუნდი, ისე რომ უკნიდან გისოსის ღერები შიქხორჩი მერჭობოდნენ. ახლაც შეპყრობილი გარეული ცხოველების ჩამწყდების ამგვარ წესს საერთოდ უპირატესობას ანიჭებენ და დღეს ჩემი გამოცდილების შედეგად არ შემიძლია უარყო, რომ ადამიანური თვალსაზრისით ეს სავსებით გამართლებულია. მაშინ ამაზე არ ფიქრობდი. ჩემს სიცოცხლეში პირველად მოხვდი ასეთ მდგომარეობაში, როცა არავითარი გამოსავალი არ ჩანდა. ყოველ შემთხვევაში პირდაპირ გზით აქედან გასვლა არ შეიძლებოდა. ჩემს წინაშე ყუთი აღმართულიყო. ფიცარი ფიცარზე იყო მჭიდრო დამაგრებული. თუმცა ფიცრებს შუა რაღაც ნასვრეტი მოჩანდა, რასაც პირველად უმეცრების ბედნიერი ყმუილით მივესალმე, მაგრამ ეს კუდის გასაყოფადაც კი არ კმაროდა და მისი გაფართოების შესაძლებლობა მაიმუნის ყოველგვარ ძალღონეს აღემატებოდა. როგორც შემდეგ მითხრეს, უჩვეულოდ მშვიდა და უხმაუროდ მოქცეულ ვარ, რის გამოც დაუსკვნიათ. მე ან მალე დავიღუპებოდი, ან და კრიტიკულ პერიოდს თუ გადავიტანდი, ერთობ იოლი გასაწვრთნელი ვიქნებოდი. მე გადავიტანა ეს კრიტიკული პერიოდი. ჩუმის ლუქუნი, რწყილების მტკივნეული ძიება, ქოქოსის კაკლის არადგად გამომცლელი ლოკვა, ყუთის კედელზე თავის რახუნი, ვინმეს მოახლოებისას ენის გადმოგდება. აი ეს გახლდათ ჩემი საქმიანობა ჩემს ახალ ცხოვრებაში. ყოველივე ამას კი თან ახდა ერთადერთი გრძნობა, არავითარი გამოსავალი. ცხადია დღეს მხოლოდ ადამიანური სიტყვით შემიძლია აღვნიშნო და გამოვხატო, რაც მაშინ მაიმუნის შესაფერისი გრძნობით განვიცადე და თუ კი ამით მთლად ზუსტად ვერ გადმოვცემ მაშინდელ მაიმუნურ ჭეშმარიტებას, ყოველ შემთხვევაში უდაოა, რომ ეგ ჭეშმარიტება ჩემს მიერ აღწერილს უახლოვდება. ადრე უამრავი გამოსავალი მქონდა, ამჯერად კი ერთი არ გამაჩნდა. მე ჩიხში ვიყავი მოქცეული. ზედფიცარზე რომ მიველურს მეტკიდევაც ამით ოდნავადაც არ შემცირდებოდა გადაადგილების ის თავისუფლება, რაც უამისოდაც მქონდა. ეს კიდევ არაფერი, ფეხის თითებს შუა მცვლად რომ დამეკლიჯა ხორცი. ან თუნდაც ისე მივწოლილიყავი უკან გისოსის რკინას, რომ ლამის შუა გავხლეჩილიყავ, ვერავით არ საყრდენს ვერ ვიპოვიდი. მე არ გამაჩნდა არავითარი გამოსავალი. მაგრამ როგორმე უნდა მომეპოვებინა, თუ კი სიცოცხლე მინდოდა. როგორ შემეძლო სულ მუდამ ამ ყუთის კედელთან ჩაცუცქული ყოფნა, ასე ხომ სული ამომხდებოდა. მაგრამ ჰანგებეკის ფირმაში ასეა მიღებული. მაიმუნი ყუთის კედელთან უნდა იდგეს. სწორედ ამის შეგნებით დავასრულე ჩემი მაიმუნობა. ეს არის აზრთა მშვენიერი წყობა, რომელიც როგორღაც მუცლით მოვიაზრე. რადგან მაიმუნები მუცლით აზროვნებენ ხოლმე. შიშობ სწორად ვერ გამიგებენ, თუ რას ვგულისხმობ, როცა გამოსავალს ვამბობ. ამ სიტყვას ვიყენებ სავსებით ჩვეულებრივი და სრული აზრით. გამგებ არ ვამბობ თავისუფლებას. მე არ ვგულისხმობ ყოველ შემთხვევისათვის თავისუფლების დიდ გრძნობას. როგორც მაიმუნი შესაძლოა ვიცნობდი კიდეც თავისუფლებას. ხოლო შემდეგ ადამიანები გავიცანი, რომლებიც მასზე ოცნებობდნენ, მაგრამ ჩემ და თავად არც მაშინ მსურდა და არც ახლა მსურს თავისუფლება. სხვათა შორის უნდა ითქვას, ადამიანები თავისუფლებით ძალზე ხშირად იტყუებენ ხოლმე თავს და როგორც თავად თავისუფლება, ისევე ეგ თავის მოტყუებაც უზენაეს გრძნობად მიაჩნიათ. ხშირად მინახავს ვარიეტეში ჩემი გამოსვლის წინ მსახიობთა წყვილის მუშაობა მაღლა ტრაპეციაზე. ისინი ქანაობდნენ, ირწეოდნენ, დაეკიდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს მკლავებზე, ერთი მეორეს კბილებით დაატარებდა. ესეც ადამიანური თავისუფლება, ფიქრობდი მე, დიდებული მოძრაობა. წმინდა ბუნების ირონია, ვერავითარი მტკიცე ნაგებობა ვერ გააუძლებდა და უეჭველად დაინგრეოდა ამ სურათის ჩემხური მაიმუნთა მოდგმის ხარხარისაგან.
არა, მე არ მივესწრაფოდი თავისუფლებას. მე მხოლოდ გამოსავალს ვეძებდი მარჯვნივ, მარცხნივ, საითაც არ უნდა ყოფილიყო. მე არ ვაყენებდი არავითარ სხვა მოთხოვნას, თუნდაც ეგ გამოსავალი მხოლოდ ილუზია ყოფილიყო. ჩემი მოთხოვნა მცირე გახლდათ და არც შესატყვისი ილუზია იქნებოდა უფრო დიდი, ოღონდ დავიძრა ადგილიდან, ოღონდ არ ვიდგი ასე ხელებაწვდილი და ყუთის კედელზე მიკრული. დღეს ნათლად ვხედავ, რომ უდიდესი შინაგანი სიმშვიდის გარეშე ვერასოდეს ვერ დავაღწევდი თავს ამ მდგომარეობას. ის, რადაც მე ახლა ვიქეცი, მართლაც იმ სიმშვიდის შედეგი უნდა იყოს, რაც გემზე დამეუფლა, ხოლო სიმშვიდეს თავის მხრივ გემზე მყოფ ადამიანებს უმადლი. ყოველივეს მიუხედავად, კარგი ადამიანებიც არსებობენ. ხალისით ვიგონებ დღეს მათი მძიმე ნაბიჯების ხმას, რაც ძილხვიძილში ჩამესმოდა ხოლმე. ისინი ყოველგვარ საქმეს ძალზე ნელა და ზანტად აკეთებდნენ. როცა რომელიმე მათგანს თვალების მოფშნეტა მოესურვებოდა, ისე წამოსწევდა ხელს, თითქოს ზედ სიმძიმე ეკიდა. მათი ხუმრობა უხეში იყო, მაგრამ გული თადი. მათ სიცილს თითქოს და სახიფათო, მაგრამ უწყინარი ხველება ერთოდა ხოლმე. პირში მუდამ რაიმე მოეძებებოდათ გასაფურთხებლად და მათთვის სავსებით სულ ერთი იყო, საით გააფურთხებდნენ. მუდამ ჩიოდნენ, რომ ჩემი რწყილები ზედახტებოდნენ, მაგრამ ამის გამო სერიოზულად არასოდეს გამჯავრებიან. კარგად იცოდნენ, რომ ჩემს ბედში რწყილები იზრდებიან, ხოლო რწყილებს კი ხტუნვა უყვართ. ისინი ფაქტის ამ კონსტატაციით კმაყოფილდებოდნენ. მოცელეობის ჟამს ზოგნი ნახევარწრედ შემომისხდებოდნენ ხოლმე გარშემო. ეს ადამიანები უმალ შეჰკუნტრუშებდნენ ერთმანეთს, ვიდრე ლაპარაკობდნენ. ყუთებზე გაშოტივნით შიბუხს აბოლებდნენ, მუხლებზე ხელს დაკრავდნენ ერთი მეორეს, როცა ჩემს მცირეოდენ მოძრაობას შეამჩნევდნენ. ზოგჯერ რომელიმე მათგანი ჯოხს აიღებდა და სწორედ იქ შემიღიტინებდა, სადაც განსაკუთრებით მე სიამოვნებოდა. დღეს ისევ რომ მიმიპატიჟონი გემზე იმგვარადვე სამგზავროთ უარს განვაცხადებ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ იმ გემბანიდან მარტო უსიამოვნო მოგონებები არ შემომრჩენია. სიმშვიდემ, რომელიც ამ ადამიანების წინაშე შევიძინე, უპირველეს ყოვლისა გაქცევის ცდისაგან შემეკავებინა თავი. დღეს ისე მეჩვენება თითქოს მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც გამოსავალი უნდა მენახა, თუ კი სიცოცხლე მინდოდა, და რომ ამ გამოსავალს გაქცევით ვერ მივაღწევდი. მე მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ შესაძლებელი იყო გაქცევა, მაგრამ მაინც მჯერა, მაიმუნისთვის გაქცევა ყოველთვის შესაძლებელი უნდა იყოს. ჩემი ახლანდელი კბილების პატრონი ფრთხილად უნდა ვიყო კაკლის მტრევისას. მაშინ კი უთუოდ მოვახერხებდი ბოქლომის დახრხნას, მაგრამ ეს არ მოვიმოქმედე. ან კი რას მოვიგებდი ამით. გამოვყოფდი თუ არა გალეიდან თავს, მაშინვე ხელახლა დამიჭერდნენ და კიდევ უფრო უარეს გალიაში ჩამამწყდებდნენ. ანდა თუ სხვა მხეცებთან როგორც არიან, მაგალითად გიგანტური გველები მათი მოხვევისას სული ამომწრებოდა. ანუ ვთქვათ, გემბანიდან ბაქანზე გადამცვრალიყავი და იქიდან წყალში გადამხდარიყავი. მაშინ ერთხანს ოკეანის ტალღებზე ქანაობა და მერე შიგ დახრჩობა მელოდა. მაშასადამე ყოველივე ეს ფუჭი იყო. მაშინ თლად ასე ადამიანურად არ ვანგარიშობდი, მაგრამ ჩემი გარემოცვის წყალობით ისე ვიქცეოდი, თითქოს ასე ნაანგარიშები მქონდეს. არ ვანგარიშობდი, მაგრამ ყველაფერს კი ვაკვირდებოდი სრული სიმშვიდით. უცქეროდი ამ ადამიანებს, წინ და უკარო დადიოდნენ, მათ მუდამ მსგავს სახეებს, მსგავს მოძრაობებს. ხშირად მეჩვენებოდა, რომ ერთ ადამიანს ვუცქეროდი და არა სხვადასხვას. ეს ადამიანი ან და ადამიანები მიდიოდნენ სრულიად აღუშფოთებლად და სწორედ მაშინ შევიგნე ჩემი მაღალი მიზანი. არავინ დამპირებია, რომ თუ კი მათი მსგავსი შევიქმნებოდი, კარს გამიღებდნენ. ამგვარ დაპირებას არავინ იძლევა, ხოლო შესატყვისი პირობის შესრულების შემდეგ დაპირებას აღმოვაჩენთ ხოლმე იქაც,
სადაც ადრე ვერავ ხედავდით. ამ ადამიანებს მაინც და მაინც არაფერი ჰქონდათ ჩემთვის მიმზიდველი და მაცდუნებელი. მე რომ ხსენებული თავისუფლების მიმდევარი ყოფილიყავი, უთუოდ ოკეანეში დაღუპას ვამჯობინებდი იმ გამოსავალს, რაც მათ მჭმუნვარე მზერაში გამოშვიოდა. ყოველ შემთხვევაში ბევრად უფრო ადრე დაუწყე მათ დაკვირვება. გადაფურთხება პირველ დღეებშივე შევწელი. ჩვენ ვაფურთხებდით ერთმანეთს სახეში. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მე ამის შემდეგ ლოკვით ვიწმენდი სახეს, ისინი კი არა. მალე ჩიბუხსაც ვეწევოდი ძველი მწეველივით და თუ წევის დროს ჩიბუხის თავს ცერით დავაწვებოდი, მთელი გემბანი ერთბაშად მოიხენდა, მაგრამ ცარიელ და გაყინულ ჩიბუხს შორის განსხვავებას ვერ ვხედავდი. ყველაზე დიდ გასაჭირში არყის ბოთლმა ჩამაგდო. საშინლად მტანჯავდა მისი სუნი. მთელი ძალების დაძაბით ვაიძულებდი თავს, მაგრამ რამდენიმე კვირამ განვლო, სანამ ამ წინააღმდეგობას დავძლევდი. აღსანიშნავია, რომ ადამიანები განსაკუთრებული სერიოზულობით სწორედ ჩემს შინაგან ბრძოლას ეკიდებოდნენ. კვლავ ერთმანეთისაგან განუსხვავებლად ვიხსენებ იმ ადამიანებს, მაგრამ ის კი მაგონდება, რომ ერთ-ერთი მათგანი მარტო თუ ამ ხანაგებთან ერთად სხვადასხვა დროს დღითა თუ ღამით მოდიოდა ხოლმე ჩემთან, ბოთლით ხელში დადგებოდა ჩემს წინ და მამეცადინებდა. მას ჩემი ვერ გაეგო და ცდილობდა ჩემი არსებობის გამოცანა აეხსნა. ეს კაცი ნელ-ნელა თავს მოხდიდა ხოლმე ბოთლს და დამაკვირდებოდა. გაიგო თუ არა, რას ნიშნავს ყოველივე ესო. უნდა ვაღიარო, მე სულ უფრო და უფრო გაშმაგებული ვაკვირდებოდი ამ კაცს. ადამიანი მასწავლებელი მთელი დედამიწის ზურგზე ვერსად იპოვნის ამგვარ ყურადღებიან ადამიან მოწაფეს. საცობის მოხდის შემდეგ ბოთლს პირისაკენ წაიღებდა, თვალს მივადევნებდი და მზერით ლამის ყელში ჩაუძვრებოდი. ადამიანი თავს მიქნევდა ჩემით კმაყოფილი და ბოთლს ტუჩებზე მიიყუდებდა. თანდათანობით შემეცნების გამო ახსნებული ჭყლოპინით ვიკაცრავდი ტანს სიგრძე სიგანეზე, სადაც კი მომიხდებოდა. ადამიანი ყოველივე ამით გახარებული მიიყუდებდა ბოთლს და გადაჰკრავდა. ვცდილობდი აქაც მივყოლოდი და მოუთმენლობისა და სასოწარკვეთილებისაგან ჩავისწვრიდი ხოლმე ჩემს გალიაში, რაც მას დიდ კმაყოფილებას ჰქრიდა. შემდეგ წინ გაიწვდიდა ბოთლს, ტუჩთან მიიტანდა და სულ მოუთქმელად დაცლიდა პედაგოგიური მოსაზრებით ზედმეტად უკან გადახრილი. ერთობ დიდი სურვილისაგან არაქად გამოლეული ვეღარ მივდებდი და გისოსზე დავეკიდებოდი ხოლმე, როცა ადამიანი თეორიული გაკვეთილის ბოლოს მუცელზე ხელს გადაისვავდა და გაიკრიწებოდა. შემდეგ დაიწყებოდა პრაქტიკული ვარჯიში. თითქოს თეორიული მეცდინეობით საკმარისად არ ყოფილიყავი დაქანცული, მაგრამ ესეც ჩემი ხვედრი გახლდათ. მიუხედავად ამისა, ხელს ვტაცებდი გამოწვდილ ბოთლს, აცახცახებული მოვხდიდი თავს, წარმატებისგან თანდათანობით ძალა მემატებოდა, ზეაღმართავდი ბოთლს ზუსტად ისევე, როგორც ჩემი მასწავლებელი აკეთებდა, მივიყუდებდი და დიდი ზიზღით გადავიცროდი. ზიზღით მიუხედავად იმისა, რომ ბოთლი ცარიელი იყო და მხოლოდ სუნი უდიოდა, ზიზღით დავანარცხებდი ბოთლს იატაკზე ჩემი მასწავლებლის სამწუხაროდ და კიდევ უფრო მეტად ჩემდა სამწუხაროდ. ვერც მას ვამშვიდებდი და ვერც თავს ვიმშვიდებდი, იმით რომ ბოთლის გადასროლის შემდეგ არ ვივიწყებდი მუცელზე ხელის გადასმას და გაკრიწას. ძალზე ხშირად სწორედ ამგვარად ჩაგვიტარებია მეცადინეობა და ჩემი მასწავლებლის სასიკადულოდ უნდა ითქვას, იგი არასოდეს არ გამჯავრებია. მართალია ზოგჯერ ზედბედზე მომადებდა ანთებულ ჩიბუხს და იქამდე ეჭირა, სანამ ბეწვი ტრუსვას არ დაიწყებდა ჩემთვის ძნელად ხელმისაწვდომ ადგილას. მაგრამ შემდეგ თვითონვე ჩააქრობდა თავისი ვებერთელა კეთილი ხელით. არ მიწყრებოდა, იცოდა რომ ჩვენ ორივენი ერთნაირად ვიბრძოდით მაიმუნური ბუნების წინააღმდეგ და რომ ამ ბრძოლაში ჩემი ხვედრი უფრო მძიმე იყო. რაოდენ დიდი იყო ჩვენი გამარჯვება ერთ საღამოს, როცა
რაღაცას დღესასწაულობდნენ. გრამოფონი უკრავდა და სხვებთან ერთად ოფიცრობაც სასეირნოდ გამოსულიყო. მაყურებელთა დიდი წრის წინაშე მე ჩემი გალიის წინ შემთხვევით დარჩენილ არყის ბოთლს წავავლე ხელი. ადამიანის მზარდი ყურადღებით გარემოცულმა ბოთლს თავი მოუხადე, ნასწავლი ხერხით პირზე მივიყუდე და უყოყმანოდ ტუჩების ამრეზის გარეშე პროფესიონალი მსმელის მსგავსად თვალებ გადმოკარკულმა ნელ-ნელა რაკ-რაკით ბოლომდე დავცალე. მერე გადავისროლე ბოთლი, მაგრამ ამჯერად არა სასოწარკვეთილებით, არამედ ხელოვანის თავდაჯერებულობით. თუმცა მუცელზე ხელის გადასმა დამავიწყდა, სამაგიეროდ გრძნობათა მოჭარბების გამო თავი ვეღარ შევიკავე და ადამიანური ხმით ჰელო წამოვიძახე. ადამიანური ხმა გავიღე და ამგვარად ადამიანთა საზოგადოებაში ვისკუპე. მისი ექო ყური უგდეთ ლაპარაკობს, კოცნის მსგავსად აღიბეჭდა ჩემს სხეულზე. ვიმეორებ, თავისთავად სრულიად არ მიზიდავდა ადამიანების წაბაწვა. ბაძავდი, რადგან გამოსავალს ვეძებდი, მაგრამ მოპოვებული გამარჯვება ჯერ არ იყო საკმარისი. მალე კვლავ მიმტყუნა ხმამ. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ აღვიდგინე. არყის ბოთლისადმი ზიზღი კიდე უფრო მეტი ძალით შემომიტევდა ხოლმე, მაგრამ საქმე ისაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გეზი და მიმართულება ვიპოვე. როცა ჰამბურგში მწვრთნელს მიმაბარეს, მივხვდი, რომ მხოლოდ ორი შესაძლებლობა გამიჩნდა: ზოოლოგიური ბაღი და ვარიეტე. მე არ შევყოყმანებულ ვარ. უთხარი ჩემს თავს, ყველა ღონე იხმარე, რათა ვარიეტეში მოხვდე. ეს არის გამოსავალი. ზოოლოგიური ბაღი მხოლოდ გალიაა. შიგ თუ მოხვდი დაიღუპები. ყალხზე შემდგარი მაიმუნური ბუნება გაფართოებულ წინააღმდეგობას მიწევდა ისე, რომ ჩემი პირველი მასწავლებელი თითქმის თავად იქცა მაიმუნად. მეცადინეობა შეწყვიტა და საავადმყოფოში წაიყვანეს. საბედნიეროდ იქიდან მალე დაბრუნდა. ბევრი მასწავლებელი გამოვიცვალე, უფრო მეტიც რამდენიმე მასწავლებელი ერთდროულად მყავდა. როდესაც დავრწმუნდი ჩემს უნარში, როდესაც საზოგადოება მაგიერად ჩემი მომავალი სავსებით ნათლად გამოიკვეთა. თვითონვე ავიყვანე მასწავლებლები, დავსვი 5 ერთმანეთზე მიყოლებულ ოთახში. ერთი ოთახიდან მეორეში განუწყვეტლივ ხვდოდი და ასე 5-ვესთან ერთდროულად დავდიოდი წვრთნას. დიდი იყო ჩემი წარმატება. თანდათანობით გამოხვიძებულ ჩემს ტვინში ყოველი მხრიდან იჭრებოდა ცოდნის სხივები, არ ვუარყოფ, ფრიად მახარებდა ყოველივე ეს. ამავე დროს იმასაც მოგახსენებთ, რომ გადაჭარბებით არც მაშინ შემიფასებია ჩემი წარმატებები და მით უფრო არც ახლა ჩავიდენ ამას. დიდი მონდომების წყალობით, რომლის მსგავსი შემდგომ მთელს დედამიწაზე აღარ განმეორებულა, მივახციე ევროპელი კაცის განათლების საშუალო დონეს. ეს იქნებ თავისთავად იმდენი არაფერია, მაგრამ ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. რამდენადაც მე მისი საშუალებით ეგ განსაკუთრებული გამოსავალი, ადამიანური გამოსავალი მოვიპოვე და გალიას თავი დავაღწიე. არსებობს შესანიშნავი გერმანული გამოთქმა ბუჩქებში მიმალვა. მე სწორედ ეს მოვიმოქმედე. ბუჩქებში მივიმალე. ესე იგი ხიფაც განვერიდე. სხვა გზა არ მქონდა, რადგან თავისუფლების არჩევანი არც მდგარა ჩემს წინაშე. თვალს რომ გადავავლებ ჩემს განვითარებას და ჩემს აქამომდელ მიზანს, არაფერს ვუჩივი და არც მაინც და მაინც კმაყოფილი ვარ. ხელები შაროლის ჯიბეებში მიწვია. მაგიდაზე ღვინის ბოთლი მიდგას. წამოწოლილი ვარ სარწეველად სავარძელზე და როდესაც ჩემთან მოდიან სტუმრად, როგორც წესი და რიგია ისე ხვდები. იმპრესარიო წინა ოთახში მიზის. ზარს დავრეკავ და მაშინვე ჩემთან შემოვა, რათა მომისმინოს. საღამოობით თითქმის ყოველთვის წარმოდგენაზე ვარ, სადაც უნდა ითქვას, უკვე აღარ მატულობს ჩემი წარმატება. როდესაც გვიან ღამით რომელიღაც ბანკეტიდან თუ მეცნიერული საზოგადოებიდან, ან და შინაურული მყუდრო თავყრილობიდან შივბრუნდები, იქ მელოდება გაწვრთნილი დედალი შიმპანზე.
რომელთანაც მე მაიმუნურ ყაიდაზე სიტყვოებას ვეძლევი ხოლმე. დღისით გაურბი მის დანახვას, რადგან დაბნეული გაწყრთმილი ცხოველის მზერა აქვს. ამას მხოლოდ მე ვამჩნევ და არ შემიძლია ავიტანო. საერთოდ უნდა მივახციო იმას, რისი მიღწევაც მინდოდა. არავინ იფიქროს, რომ ყოველივე ეს არ ღირდა ოფლის ყურად. კაცმა რომ თქვას, არც საჭიროებ ადამიანთა შეფასებას და განაჩენს. მე მხოლოდ ცოდნის გავრცელება მსურს. თქვენ სუფალო აკადემიკოსებო, მხოლოდ მოგახსენეთ და ცნობები მოგაწოდეთ. გმადლობთ ყურადღებისათვის.